მოგესალმებით ყველას ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია და სასიამოვნოა, რომ თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენციას ისევ საქართველოს მასპინძლობს და დღეს ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვართ წარმოდგენილი. მოგესალმებით ბატონო პრემიერო, მივესალმები მოლდოვას თავდაცვის მინისტრს და ყველა სტუმარს, ვინც საქართველოში ჩამობრძანდა სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის. ჩვენთვის მიმდინარე და შემდეგი წელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პერიოდია მოგეხსენებათ ნატო-საქართველოს ურთიერთობებში, საქართველოს უსაფრთხოების თვალსაზრისით, წინ არის დეკემბრის მინისტერიალი, შემდეგ ვარშავის სამიტი, ქართული მხარე მოლოდინებით და ოპტიმიზმით არის სავსე და პრაქტიკულად დარწმუნებული ვართ, რომ პროგრესი, რომელსაც საქართველოს მიაღწია, მიღწევები, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს, როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო თვალსაზრისით, იქნება ადეკვატურად შეფასებული ნატოს ორივე მნიშვნელოვან ღონისძიებაზე, იქნება ეს დეკემბრის მინისტერიალი თუ ვარშავის სამიტი. ამ გზაზე მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნების მოქმედი და ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების რეკომენდაციების, გამოცდილების, შეხედულებების, მოსმენის, აზრების გათვალისწინება, გაზიარება და ამიტომაც მნიშვნელოვანია თქვენი აყოფნა დღეს, რადგან ყოველი სიტყვა, რომელსაც ჩვენ ამ კონფერენციის პარალელში მოვისმენთ, განსაკუთრებით ღირებული და მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ყოველი რეკომენდაცია იქნება ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ სწორად დავგეგმოთ ის გზა, რომელიც ვარშავამდე უნდა გავიაროთ ერთის მხრივ და მეორეს მხრივ სწორად დავგეგმოთ მოლოდინები, რომელიც ჩვენთან შიგნით საქართველოში არსებობს და რომელიც საქართველოს გარეთ მტერსა თუ მოყვარეს აქვს. საქართველოს ევროპული დემოკრატიის ქვეყანა, ჩვენი მისწრაფებები ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ საქართველოს ისტორიული არჩევანია და არაფერი ახალი საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას ამ თვალსაზრისით არ უთქვამს. ახალი, რაც დღევანდელმა ხელისუფლებამ გააკეთა, ეს არის ცალსახა, ერთმნიშვნელოვანი მოქმედებები, ღონისძიებები, პოლიტიკა, რომელსაც ამ გზაზე წარმატებისთვის ანხორციელებს 2012 წლის შემდეგ მოსული მთავრობა. საქართველოს ამ გზაზე გარდა რეფორმებისა, ვინმე მიქნებ მოგვაქციოს ყურადღება. საქართველოს ამ გზაზე გარდა რეფორმებისა ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი კონტრიბუციით შედის და ეს არის სიცოცხლე ჩვენი ჯარისკაცების, ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების, რომელიც სწორედ მსოფლიო მშვიდობის სადარაჯოზე დგანან მსოფლიოს სხვადასხვა წერტილებში. უფრო მეტიც საქართველოს მთავრობამ გამოხატა პოლიტიკური ნება და სულ რამოდენიმე თვის წინ ბატონი პრემიერი იმყოფებოდა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, სადაც პარალელურად მიმდინარეობდა მოგეხსენებათ პრეზიდენტ ობამას ინიციატივით მოწვეული სამიტი, სადაც საქართველოს თქვა, რომ ევროკავშირის და ნატოს ძალების პარალელურად ჩვენ ასევე მზად ვართ ჩავერთოთ გაეროს სამშვიდობო ოპერაციებში. რითიც კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ის არჩევანი, რომელიც ძალიან დიდი ხანია ქართულ სახელმწიფოს და ქართულ ხალხს გაკეთებული აქვს მსოფლიო უსაფრთხოების გზაზე იყოს საიმედო, ანგარიშგასაწევი პარტნიორი. თუმცა ჩვენ რა თქმა უნდა უფრო მეტის ამბიცია გვაქვს ვიდრე მხოლოდ პარტნიორობის. და ზუსტად ეს არის რისი მოლოდინითაც ხვდებით მომავალ წელს. ჩვენ როგორც ნატოს ასპირანტი ქვეყანა ძალისხმევას არ ვიშურებთ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესის ეფექტური მართვისთვის. თავდაცვის სამინისტრომ უზრუნველყო ნატო-საქართველოს პაკეტის ფარგლებში 2015 წლის დასახული უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტების განხორციელება, რაც საქართველოს მხრიდან ნატოში ინტეგრაციის პოლიტიკის შეუქცევადი ნების ნათელი დადასტურებაა. ჩვენ საშინაო დავალებებს წარმატებით ვასრულებთ და ველოდებით ადეკვატურ პასუხს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსიდან. ამ გზაზე ჩვენ ყველას ერთად გვჭირდება სტაბილური და მშვიდობიანი უსაფრთხოების გარემო. საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და მცოცავი ანექსიის მიმდინარე პროცესი, ყირიმის ანექსია და უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები, სირიის კონფლიქტი, გლობალურ სამყაროში გაზრდილი ტრანსნაციონალური საფრთხეები და ტერორიზმი ცივილიზებული სამყაროს მხრიდან მყისიერ, ადეკვატურ და თამამ ნაბიჯებს მოითხოვს. ჩვენ საქართველოს სწორედ ამ თამამი და ადეკვატური ნაბიჯების ნაწილად ვხედავთ. ჯერა რომ ჩვენი კონფერენცია მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს აღნიშნული გამოწვევების ადეკვატურ შეფასებაში და კიდევ ერთხელ ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ 2 დღის განმავლობაში ჩვენ მივიღებთ ძალიან ბევრ რეკომენდაციას იმისათვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად და სწორად, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, გავიაროთ ეს გზა ვარშავამდე. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ყველას. Because that's exactly what is probably the most important in today's world when we are talking about the security and defense policy. I strongly believe that there is no Europe whole free in peace without its borders being whole free in peace.
I don't believe that there is any chance for NATO or European Union, for that matter, to be in peace if its immediate neighborhood is in the middle of an open war right now, today. When we talk about war in Ukraine, it's not just about the war in Ukraine, but keeping in mind all the challenges and all the ambitions Russia has shown, both in Georgia 2008 and Ukraine today. I don't believe that anybody in Europe thinks that it's just the ambition to conquer Kiev or Tbilisi, and it never goes beyond those borders. I think the main question we need to answer is what kind of a partner Russia is, and whether there is a chance and possibility for building long-term plans with a partner like Russia. Because every time when we talk about the partnership, being it in private sector or policy-wise, then the very first stories that come to our minds are obviously the stories of blackmail with the Gazprom, by the Gazprom, or things like that. And the list goes on, and it's pretty long and very diverse. Even there, where you see potential for this partnership, every time issue raises, every time somebody makes a strong statement, every time somebody calls spade a spade, then you get a policy, then you get a response, then you get a blackmail, then you get occupation, you get aggression, and the list is full. James said here, and we hear it all the time from everybody coming to Georgia, or when we go to the different conferences, different bilateral visits. I think the evaluation of a kind of threat or challenge coming from Russia is similar in every capital of a civilized world. You don't see many differences in that. Everybody talks about the occupation, about aggression, everybody talks about the game Russia is playing. We are okay with that. We agree on that. Today, after 8 years from 2008 war, we somehow got to the point that, well, what Georgians were saying at that time was actually right, and this is where ignorance of that, those statements and those calls has brought us to. But what is missing in the whole picture is the response to that common, joint, agreed evaluation. What is it that we are planning to do against it? What is it? What is our positive agenda? What is the roadmap to address those problems and those challenges? How does NATO see itself in 5 years, or in 10 years, or tomorrow, if the Russia's aggression goes even bigger and even more deeper into the territories of those countries where today it claims to have zones of influence. We Georgians see NATO summit, and for that purpose even the December ministerial, as a starting point for those bold, strong, direct, clear responses to the Russia's policy. The summit in Warsaw, if the summit in Warsaw is not brave enough, telling to Russia that there are no zones of influence, there is no new Iron Curtain to be built in Europe, that there is no veto power to the countries who do not even have a say at the decision making in NATO, then I believe that it will be another weakness shown from our side jointly together, and that will be another victory from Moscow's side, encouraging them for further actions. One of the prime ministers of Baltic countries that I visited just recently told me during the meeting that 2008 Bucharest Summit Declaration was kind of an invitation for Russia for the intervention in Georgia, and I fully share that opinion. And I would hate to see response of the West to the challenges Russia poses in today's world repeating itself in Warsaw as it happened in Bucharest in 2008. I think after 7 years or 8 years for the Warsaw Summit purposes from 2008, we are already and clear enough as to the kind of a threat and challenge, and should be the same clear and ready enough for kind of a response that everybody is expecting from NATO at this point to actually keep Europe united and in peace. Thank you.